მოგესალმებით, ეს ახე გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Chevrolet Camaro Z28-ს. აი ამ ავტომობილს, რომელიც Altair-ს გამოშვებულია და Diagostini 1901 წლიდან უშვებს მოდელი. Diagostini არის გამომცემელი Altair-ი ქვემდე. კი ბატონო. 1.53 მეშტი. მოგესალმებით. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ. გააზიარეთ. Camaro-ს ერთ-ერთი ყველაზე კაი კუზავია ჩვენთვის. ეს კი ბატონო. და თან ბიუჯეტია. ეს მოდელი. საკოლექციო მოდელზე ვარ. სათუ კარგია. აგერ გავხსნათ. შენ მანამდე ისაუბრე. Camaro-ს ფერია ის. ნო. ყვითელი შავი ზოლი. ხო, ჩვენ როგორც რო ისეთ მოდელებს ვაგროვებთ, რომელსაც თან ისტორია აქვს, თან ფილმში იღებს მონაწილეობას. ფილმში ეს მანქანა Z28 იყო ის. კი ბატონო. ოღონდ ცოტა სხვანაირი თქვით. ხო, იმად გაყოფილი. არა, ამასაც გაყოფილი აქვს ხვირი. იმას გაყოფილი არა. თუ იმას არაა გაყოფილი. იმას არა, Bumblebee-ზე აქვს. ხო, Bumblebee-ზე ვსაუბრობ. ხო, მოკლედ. აგერ ყავს Bumblebee. ხო, რა დაახლოებით. ხო, გადაცემა 60 წამში და John Wick-ი. იმიტომ რომ ერთმანეთის კონკურენტები არის. სამი სხვადასხვა ფილმის წარმომადგენელი. ვისაც ნანახი არ გაქვთ, ეს ფილმები ყველას უყურებთ. კი. ეხლა რა კავშირში არიან ეს სამი მანქანა ერთმანეთთან? მოკლე ისტორიას მოვყვები. ერთმანეთის კონკურენტები არის. კი, მოკლე ისტორიას მოვყვები. როგორც ყოველთვის სტანდარტულად. ყველაფერი როგორც ყოველთვის ამერიკის ბაზარზე. ამერიკის ბაზარზე 60-იან წლებში დაიწყო. სხვათა შორის Camaro-ზე მუშაობა Chevrolet-მა, უბრალოდ Chevrolet-ის სადიზაინერო ჯგუფმა დაიწყო 62 წელს. მაგრამ იმ შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს, რაც მაგათ უნდოდათ. თან თავიდან სიტყვა Camaro-ს არ ახმარობდნენ, უნდა დაერქმიათ რატოღაც Pantera. კი, ეგეთი ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ნამდვილი იყო თუ არა? ნამდვილი ინფორმაცია, თავიდან უნდა დაერქმიათ Pantera, იმიტომ რომ Mustang-ის მტერი იყო. ანუ Ford-ში რო გადავიდა. Shelby. Carroll Shelby. Mustang-ი გააკეთა Chevrolet-ის კონკურენტებს. კი, Chevrolet Nova-ს კონკურენტი იყო. Ford Mustang-ი, რომელიც რო 64 წელს შეიქმნა. პირველი Mustang-ი ეს? პირველი Mustang-ი, კი ბატონო. ეს 67 წლის მოდელია. ეს გადაკეთებულია. ხო, და კონკრეტულად რატომ მოვიტანეს 67 წლის მოდელი აქ? ვიდეოს გადაღებაზე, არა. აი, ვცდილობ რომ ფრთხილად გავაღო. ვისაც ამის ვიდეო და ამის ვიდეო ნანახი არ გაქვს? კონკრეტულად რატომ მოვიტანე ეს მოდელი? აგერ ამასაც გავხსნი. ეს არის 1967 წელს გამოშვებული Fastback-ი და მერე გადაკეთებულია ფილმისთვის. კი ბატონო, რომელიც ჩიფუსმა გადააკეთა, ამაზე ცალკე ვიდეო გვაქვს ჩვენ ხო გაკეთებული. და ნახეთ. პირველი განხილვა იყო არხზე საერთოდ. კი ბატონო. შეგიძლიათ ნახოთ ეგ ვიდეო. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, 64-ში Mustang-ი რო გამოვიდა. Chevrolet-ის წარმომადგენლება პირველი პონიკარი იყო. მანდედან წამოვიდა სიტყვა პონიკარი. Chevrolet-დან? არა, Mustang-დან. ამათმაც გადაწყვიტეს Chevrolet-ის ორგანიზაციამაც გადაწყვიტა, გაეკეთებინათ კონკურენტი პონიკარი, რომელზეც წეღანა რო თქვი, რო ახსენე, უნდა დაერქმიათ Pantera მანქანისთვის, მაგრამ ბოლო მომენტში რატომღაც გადაარქვეს სახელი და დაარქვეს Camaro. ხო, მაგრამ მანქანას რო უყურებ, სხვათა შორის Camaro სიტყვა წამოსული არის ფრანგული სიტყვიდან, რომელიც რო რატომღაც მეგობრობას ნიშნავს. ხო. აი ხა მანქანას რო უყურებ, რა Pantera-ს სახელი რავი. ხო. და რატო კონკრეტულად 67 წლის მოდელი რატომ დავდე?
პირველი კამარო გამოვიდა 67-ში. რომელიც ჩვეულებრივი კამარო ერქვა და მეტი არაფერი. შენ ისი რო მერე აბრევიატურა გააკეთეს Z28, რომელიც რო ითვლებოდა სპორტულ ვერსიად. სპორტული. ცალკე იყო კამარო SS-ი, რომელიც SS-ი, ნუ საერთოდ Chevrolet-ის ისტორიას მთლიანად რატომ არ ყვები, რომ Chevrolet SS-ი მინდა რომ ვიყოლიო და Chevrolet-ის ისტორია ჩვენ მოყოლილი Corvette-ით. Corvette-ით მოყვებით, ხო. Corvette-ის ვიდეო შეგვიძლია. ხო, და უფრო საფუძვლიანად მე Chevrolet-ის იქნება Chevrolet-ის ისტორია. კი ბატონო. და თვითონ აბრევიატურა Z28 ეს მეორე მანქანა რატომ მოვიტანე? Mustang-ია და ხო, და რომელი წლისა? 10-ის. 69. ნუ კაი, 70 წლიდან ქონდა აბრევიატურა Z28. ეხლა რას ნიშნავს ეს Z28 და SS-ი? SS-ი იშიფრება სუპერ სპორტი, მაგრამ Z აბრევიატურა Chevrolet-ებს, რომელსაც Z აბრევიატურა აქვს, უფრო სპორტული არის. ანუ სუპერ სპორტული გამოდის რა. ანუ ბოლო კომპლექტაციაა. აი მაგალითად Corvette-ს გვაქვს Z01. Z1 არის ყველაზე მაგარი. კიდე Z1 არის, ხო. მაგიტომაც ეს Z-ი აბრევიატურა, ხო? დაურთვეს ამ კამაროს. და 28 რას ნიშნავდა, ნუ მან რამოდენიმე ვერსია არსებობს. ძრავის სერია იყო 283 და ვითომ მაგიტომაც Z28 ანუ ერთი ციფრი წაშალეს და მეორე ვერსია არის მოდიფიკაციები იყო დანომრილი. და ამ მოდიფიკაციით, აი ანუ ეს თან სპორტულია, თან სრული კომპლექტაციით, ხო? 28 იყო. ჩამონათვალში. გაიგე? და მაგიტომაც დაარქვეს Z28. ნუ მან რამოდენიმე ვერსია არსებობს ამ ციფრ 28-თან დაკავშირებით. თან როგორ იყო თავიდან Z-ი მერე იყო წილადი და 28. მერე 70 წელს წილადი მოხსნეს. მარტო Z28 დარჩა. შეიძლება ტრანსფორმერებში ის მოდელია. ხო. და მერე წილადი დააბრუნეს 2017 წლის კამაროზე, რომელიც არ მოწევს. ხო, 2017 წლის კამაროზე ისევ Z-ი დაუმატეს და ისა გაყვეს. ხო, გაყვეს. ხო და რა მინდოდა რომ მეთქვა, შენ ცირო ეს მანქანა საქართველოში არის. კი, ვიცი, თანანახიც ამ ხო. შავი და ნომრებიც ვიცი. და თბილისში არის და ვიცი სადღაც. დომ 013-ია ნომერი. კი, ბატონო. და ვიცი სადღაც. საჯაროდ იმიტომ ამბობ რომ ინტერნეტში გავრცელებულია დოკუმენტი. კი ბატონო. ხო. ნუ რაც შეეხება ამ ორი ბრენდის ბრძოლა დღემდე მიმდინარეობს. კი. მაგორი ბრენდის არა, მარტო Dodge-ის. ხო, ნუ არა, Dodge პონიკარი არ ყავს. ხო, მაგრამ Mustang-ს, Camaro-ს და Challenger-ს მაინც ერთად მოიხსენიებენ ხოლმე, რატო ვერ? ხო. ვერ გავიგე, მაგრამ ეგრეა რა. და Mustang-მაც ხო მერე სამომავლოდ გადაწყვიტა ეს უკვე პონიკარია. პონიკარი არ არის, ეგ არის მოსკოვი. ეს უკვე მოსკოვკარია, რომელიც რომ ფაქტიურად ეს უკვე Nova-ს კონკურენტი და SS-ის კონკურენტი, Chevrolet SS-ის კონკურენტი გაკეთდა. ახლა გავიმეორებ ერთ ვიდეოში თქვი. ეს კუზავ, ეს მანქანა იმდენად მაგარია, ეს ბოსი. კი ბატონო. ელეონორი უფრო მომწონს თუ ბოსი ვერ არის. ხო, მოკლედ ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 67 წლიდან დაწყებული დღემდე პაექრობაში არის ეს ორი ბრენდი და კონკრეტულად ეს ორი მოდელი. კი. Camaro და Mustang-ი. ხო, მაგრამ Ford-ი მაინც პირველია. ხო, ნუ მაშინ ახლა წარმოიდგინე 70 წლისთვის აი Z28 უკვე გრიმით უნდა და პიკზე რო იყო ასული, ხო? სულ გამოუშვა, სულ გაიყიდა უბრალოდ 670,000 მანქანა. მაგარია. მაგრამ
მუსტანგი მაგ დროისთვის უკვე მილიონზე მეტი იყო გაყიდული. მუსტანგია და მაგ. ხო. მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ეს 3 წელიწადში გაიყიდა 670,000 და ეს 6 წელიწადში. ხო, მაგრამ ციფრებია. ხო. თან სხვათა შორის ზომებში კამარო მუსტანგთან შედარებით იყო ცოტა დიდი და ცოტა მძიმე. ეს ცოტა დიდია? ხო, სიგრძე, აი Z28 რა, სიგრძეში 2 სანტიმეტრით გრძელი არის ამ მუსტანგზე. აჰა. 4 სანტიმეტრით განიერია, მაგრამ დაბალია. სიმაღლეში დაბალია. არა და მიცარიცით მუსტანგიც დაბალია. ძრავი 5 და 4 ეყენა, 5.4 მიიღო, 5400 კუბური სანტიმეტრი, ხო. ნუ აბრევიატურა თქვი კიდევაც 283 იყო და მეორე ძრავი ქონა უფრო ძლიერი 302. 302 ბოსაც აქვს. კი. კი ბატონო, 302 დოჩაც აქვს. დოჩს არა, ბოს, ხო. მუსტანგს. ხო, კი. აქვს. კი. კი ბატონო, მართალი ხარ. ხო, ძალიან ბევრ იმას შეჯიბრში მონაწილეობდა ეს Z28 კონკრეტულად. ნუ დრაგში ხო ძალიან ბევრ მანქანას უსწრებდა. მით უმეტეს სტარტი იმდენად სწრაფი არ აქონია როგორც რომ ერი აჩქარება. და 400 მეტრიან დისტანციაზე ხო მაგითი იგებდა რა. შეიძლება ის სტარტში მაგალითად დაჭირვებოდა 5 და 6 წამი და მე სიტყვაზე ვიძახი რა მაგცის. მე კრიფავდა რა. და საერთო ჯამში ადიოდა 200 რაღაც სიჩქარები, იმდენად სწრაფი აჩქარება ქონდა. ოღონდ მე ქონა აჩქარება. ხო, კონკრეტულად Z28 ავტომატიკა არ არსებობს. მართლა, აი მაინტერესებს. მექანიკა არის 4 სიჩქარიანია და რატო? ნუ არ არის თავსებადი სპორტული მანქანა ავტომატიკასთან. იმ დროს არ იყო თავსებადი. ეხლა პირით. ხო. იმ დროს არ იყო თავსებადი. და მაგიტომაც მხოლოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო. ერთი კითხვა მაქვს. ხო. კამაროს არ ეხება ზოგადად რა. აი, აზრები იყო ხომე რაზე რა. ძველი მანქანა რო ჩამოყავს, თუნდაც ეს. ხო. და რესტავრაციას რო აკეთებენ და ახალ მანქანას ეს ახალ ძრავს დგავენ. კი. შიგნით. შენთვის მართებულია? გათანამედროვება სხვათა შორის ანუ სალონის თავი დაანებე, მარტო ძრავი. კი რატო? სვაფს ვაკეთე. აი, ზოგს მაგალითად უყვარს რომ ქართული ნაწილებით შეინარჩუნოს. ხო. და ზოგი არა, რა არის იცი? მან რამოდენიმე ვერსია არის. აი სიტყვაზე აუქციონზე, აი გინაც იმის ბარეჯექსონის აუქციონზე, რატომ არის რომ ორიგინალ ნაწილებზე თავისი ორიგინალი ძრავით, რომელიც ისისა ბირკარაც აქვს რა, რომ ემთხვევა საბუთს და ყველაფერს, ხო? ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე რესტავრირებული. კი. იმიტომ რომ ფაქტიურად კუზავს იყენებ მარტო. ხო, რომ ნუ იქ საღებავის ფერს რო უცვლის სიტყვაზე მანქანა რო ქარხნულად ყვითელი რო გამოვიდა და შენ რომ მწვანეთ რო შეღებავ რა. უკვე ის აღარ არის რაც იყო. ხო, აი ფორსაჟის ვარიანტი რა. ხო. ბევრჯერ მომისმენია რომ ბავშვებისგან უფრო რა. რომ 67 წლის ელეონორი მოვა და იმას რა ქვია 2018 წლის დემონს რაღაცა. ხო, ნუ და ეგ ეგრე არ არის ანუ მოტორი დევს თანამედროვე ბავშვებო რო კი ბატონო ხო გინდაც ეს მანქანა რო ავიღოთ ჩიფუზამა რო გააკეთა მაგაში თანამედროვე მოტორი აღენე ყველაფერი თანამედროვე აქვს უბრალოდ კუზაო არის 69 წლის ისე მეც ავაწყობდი ეგეთ მანქანას თანამედროვე მოტორით უბრალოდ ვიზუალურად იქნებოდა ძველი მანქანა თან მით უმეტეს რო ეხლა იმ სამხრეთ აფრიკის იმაში ლიცენზირებულად რო უშვებენ და 100,000 რო სტუდიამ გასცა ლიცენზია ხო ეგრე კობრაც $70,000 თვითონ შელბიმ დაარტყა ბეჭედი. კი ბატონო, ოფიციალური ლიცენზია აქვს აღებული, ზუსტად იგივე ნახაზებით, იგივე ძრავებით იწყობა. კი და 2018 წლის კუზავ პირობითად უფრო მაგარია, ვიდრე
მაშინდელი გამოშვებული 3 მილიონიანი კუძა. კი. იმიტომ რომ გათანამედ ანუ უფრო უსაფრთხოა რა. შენარჩუნებულია ის კობრა. ხო. ბოლომდე, მაგრამ რაღაც დეტალები, რასაც ჩვენ ვერ დავინახავთ, ისინი აი, ყველაფერს თავი დავანებოთ, გაყვანილობა გინდა, სამუხრუჭე ხუნდები გინდა, ზაპორნი დისკებს რო ვეძახით, ეგ გინდა, სუპორტი გინდა, რაც გინდა დეტალი, უფრო დახვეწილია დღევანდელობაში, ვიდრე იმ დროს იყო, ხო? კი. ბოლო რამდენი 60 წელია გასული. კი, დაახლოებით. და მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, ტექნოლოგიები ვითარდება და ვითარდება ყოველდღიურად. მაგიტომაც დღევანდელი ავტომობილები ხო ბევრად უსაფრთხოა და ეხლა მანქანა რაც უფრო ჭკვიანი, ამით უფრო მალე ფუჭებადია, მაგაში ხელები მაქაცეული, აგერა. ესენი არ სულით გამოთლილი მანქანები 60 წლის წინანდელი მანქანებია და დღემდე დადიან. თუნდაც მერსედესი ავიღოთ ძველი. კი ბატონო. ან BMW. ხო. გინდა 124 მოდელი აიღე Mercedes და გინდა BMW აიღე ისა. რა ქვია, მეხუთე სერია 34. ხო. ხო, და დღევანდელი BMW და დღევანდელი Mercedes-ი აიღე. ჯერ ერთი რომ ჟესტის სისქე იმდენად არის გათხელებული, რომ არის ქაღალდი, სიფრიფანა. პრიუსის ისა ხო. ხო. მეორეც ერთი ბოდიში გაწყვეტინებ, კი ვითომ გათანამედროვებული ეს მონიტორები, ისა ხელოვნური ინტელექტები და ჩატენილი, აი გაძეძგვილი არის იმით, ვითომ თქვიანი მანქანა. მარტივ მაგალითს მოყვა, ოღონდ მანქანა. ერთი მოკლე ჩართვა და всё დედა აღარ აღავს მანქანა. მანქანაზე არა და კომპიუტერზე მოვიდა რა. სულ რამოდენიმე თვის წინ და დღის წინაც მოხდა ეგეთი რაღაც. ხო. კომპიუტერი შევცვალე. და ახალ პროცესორს დაუმატეს AI. ხო. და AI რო ჯერ არავინ არ იცის AI-სთან წესიერად მუშაობა. ხო, ახალი ხილია და ისეთ რაღაცებს შვება. ანუ Windows 11-ს თუ არ გააკეთე, ეგ ხელშეკრულების ამბავია Intel-თან Microsoft-მა დადო ხელშეკრულება, მაგრამ ხელოვნურად არის გაკეთებული ეგ თემა, რომ Windows 11-ს თუ არ დააყენებ, სხვა Windows არის დადგება, მაგრამ რო გათიშავ კომპიუტერს აღარჩევთ. ეგ საერთოდ ეგრე არის. კარგით. აღარ მოვაწყინოთ თავი ჩვენს მაყურებლებს. რავი, იმედია დღევანდელი ვიდეო მოგეწონებათ. ამერიკული მანქანების თემა გაგრძელდება. კი ბატონო, მაგას წინას არ გეტყვით, რომ შემდეგი ვიდეოებიც ამერიკულ ერთ რაღაცას მიყვი და დავამშვიდობ. 74 რო ახსენე. აქვე ვიტყვი ერთ რაღაცას. 74 ჟღერდება კომენტარებში ძალიან დიდი ხანია, წელიწადზე მეტია. თუ ვიშოვეთ ეგ მოდელი გადავიღებთ, მაგრამ იმდენად რთული საშუალებაა და იმდენად რთული რომ არ ამგონი. თუ ვიშოვეთ გადავიღებთ. ნახო. არა, ეგრე ის რო ვიშოვეთ და გადავიღეთ ხურასაო ფიფხელა ნახვები. არა. უბრალოდ ისი რა არის? რთული საშუალებაა რაღაც მოდელი. ხო, პირდაპირ ვიტყვი რა, BMW-ს ფანებმა ძალიან გვაწყენინეს. ხო, იმ მანქანა. ხო. მაშინაც ვთქვი. ხო, Need for Speed-ის მანქანაზე გვაქვს საუბარი. ხო. კარგით, დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die.